სამყაროსთან კავშირში მყოფი 34 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. საუბარია 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ პირებს ბრალდება ედებათ ქურდულს ეგრეთ წოდებულ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში და ქურდული სამყაროს წევრობისთვის მიმართვაში. მათგან 7 პირს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 ადამიანს, ასევე საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და 1 კანონიერ ქურს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინდა. მათ ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. საუბარია 2021 წლის საქმეზე. გამოძიების ცნობით მიქაძე და ჩუბინიძე დაეუფლნენ სხვის კუთვნილ 5 ცეცხლსასროლ იარაღს და გაასხვიზეს მართლსაწინააღმდეგოდ მესამე პირზე. მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამ საქმეზე. რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულები დგინდება, რომ დაკავებული ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას თხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლ იარაღები და დიდი ოდენობით ფული.